ეს ჩემო ძვირფასებო უკვე დღეს ბოლო გაკვეთილი გვაქვს წლის და ამით ჩვენ პატარა დასვენებას ვაცხადებთ, იმიტომ რომ შემდეგი ორშაბათი უკვე განაკის დღე არის და მე ფაქტობრივად პროგრამას ვამთავრებ დღეს. ესე იგი, საზოგადოებაში მოქცევის წესები. ჩვენ უკვე ვისწავლეთ ეკლესიაში როგორ უნდა მოიქცეთ, სტუმრად როგორ უნდა მოიქცეთ, გაცნობის დროს როგორ ვიქცევით, როგორ ხდება მაგიდასთან, სუფრასთან მოქცევის წესები და ასე შემდეგ და დღეს ახლა დავიწყოთ თეატრში მოქცევის წესი. ზოგადად მინდა გითხრათ ბავშვებო, რომ ქართველები ყველაფერს, აი ბუდე ქართველები ვიყენებთ ქართული იდეის სამსახურისთვის და ქართული თეატრიც ოდითგან ქართული ჩვენი მამაპაპური ილია ჭავჭავაძის დაფუძნებული თეატრი ემსახურებოდა ქართული სიტყვის, ქართული გენის, ქართული მუხტის, ცეცხლის, ესე იგი, გაღვივებას საზოგადოებაში. აი ასეთ თეატრია ლაპარაკი. საქართველოში თეატრალური ცხოვრებას ძალიან ისეთი მაღალი შეფასება აქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეროვნული დრამატული პიესებია დადგმული სცენაზე. მოკლედ, თეატრში მოქცევის წესი. თეატრალური სპექტაკლები ზუსტად დანიშნულ დროს იწყება. აი ხა მაგალითად, რო გამოცხადდება 9 საათზე და შენ 10:30-ზე მიხვალ და დაწყებული თუ არის თეატრი, ხო ადგილი უნდა მოძებნო შენი. მე თუ დაწყებული და რაღა უნდა გაიგო იქ რა ხდება. ამიტომ უნდა, რა თქმა უნდა, ცოტა ადრე მიხვიდე, ვინც თეატრში ნამყოფია, იცის რომ დრო სჭირდება ადგილის მოძებნას. თუ ზამთარია, მართამ უნდა გაიხადოს თავისი ლაბადა იქნება თუ კურთხა და იქ უნდა მისცეს და ჩამოგიდავენ და მისცემ ნომერს და მერე ამას დაიმახსოვრებს. ამას მისცემს მერე და დაუბრუნებენ თავის კურთხას, თავის პალტოს. ხო, როგორ უნდა მოიქცეს დაგვიანებული მაყურებელი? აი, ვინ იცობა ტრანსპორტი შეფერხდა, ეხლა იცით თბილისში როგორი საშინელი მოძრაობაა და შეიძლება დააგვიანდეს ადამიანს. ამიტომ ცოტა თადარიგი უფრო თბილისელებმა მეტად უნდა დაიჭირონ. თუ დააგვიანდაო, თუ ეს მაყურებელი მამაკაცია, ის იცდის ანტრაქტამდე, ანუ შესვენებები ცხადდება, იცით ხო თეატრში. თუ ეს მაყურებელი, ხო, ან უკანა რიგში თავისუფალი ადგილი თუ შეამჩნია, შეუძლია ისე რომ სხვას არ შეუშალოს ხელი, მივიდეს და შეუძლია სარიელ ადგილას დაბრძანდეს. ხდება უხმაუროდ, რათა სხვები არ შეაწუხოს. აი ჭრაჭუნი და ძალიან ჩახველებით და ძალიან ტელეფონი რა თქმა უნდა გამორთო ამ დროს. ან დააყენო, ესე იგი, რომ ზარი გაუთიშო. ბატონო, მაგრამ თუ ქალს დააგვიანდა, მაშინ მამაკაცი, რომელიც ყველაზე ახლოს ის კართან, ვალდებულია დაუთმოს ადგილი, ან სხვა უკეთესი ადგილი შესთავაზოს. ესე იგი, იმიტომ რომ ძალიან შეწუხდა ხო ქალბატონი რომ დააგვიანდა და შეწუხებულია რა გააკეთოს, თან ახე რომ შემოხვედი, შენთვის თვალი მიუჩვეველი როა, ვერაფერს ვერ ხედავ და ვინ შიგნით დაგვხვდა, ის იმ ქალსაც ხედავს და იქ რა სიტუაციას არის, თუ იცის სად არის ადგილი, უნდა მიხვიდე და უთხრა რომ აი აქ დავბრძანით, მოეხმარო, ან შენი ადგილი დაუთმო და შენ სხვაგან დადგეს, ძალიან დიდი დახმარება. როდესაც ცოლ-ქმარი თეატრში მიდის, ორივე ბილეთი ქმართან ინახება. აი ასეთი ეთიკური წესია. ხანდახან საკუთარ სკამამდე მისასვლელად მთელი მწკრივის გავლა გვიხდება. იმიტომ ყველგან ხო არ არის შემოვლითი ადგილები, ზოგჯერ 15 ადგილია მწკრივზე. და თქვა მე-7 მერვე გაქვს, ხო? აქედან მოვლით თუ იქიდან მაინც ამდენი ხალხის შეწუხება გიწევს. ასე დროს გავლის ნებართვას თხოვთ იმ ადამიანს, რომელიც ნაპირში პირველ სკამზე ზის. აი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მე-7 და მერვე შენია. პირველს ბოდიშით მაპატიეთ გეთახვა. აი თუ შეიძლება გამატარეთ. ჯერ არ არის დაწყებული, ხა დაწყებულზე კი არ უნდა შეაწუხო ამაზე. დანარჩენებს კი არაფერს ვერ ყველა 10-20 კი არ ეუნები გამატარე. საჭიროა და სწორედ მოიქცევა პირველ სკამზე მჯდომი მაყურებელი თუ წამოდგება, გზას მოგცემს
თან წარმოსთქვამს, გაიარეთ გეთაყვა. იმიტომ ახლა შენ რომ მოხვედი სიტყვაზე 10 წუთით ადრე, 15 წუთით ადრე, იქ ვიღაცები შეიძლება ამ წკრივზე 20 წუთით ადრე, ნახევარი საათით ადრე მოვიდნენ. გინა არ გინა მაგათი შეწუხება მოგიწევს. ისეთი ადგილი გაქვს. ნახეთ ახლა რა კარგი რჩევა. რიგში პირველი შედის მამაკაციო. აი თქვათ იოანე და მართა მოვიდნენ თეატრში. იოანე და მართა. ბილეთები იოანესა აქვს ორივეს. პირველი ამ წკრივში იოანე შედის. მართა კი არ ეუბნება, ბოდიშით გავგვატარეთ ჩვენი ადგილებია. იოანე ეუბნება, დიდი ბოდიშით თუ შეიძლება გავგვატარეთ. თუ იოანე და მართას ხედან, იოანე განაპირას. იოანე ადგება, აი დავითი მოვიდა და სხვა მეგობარ მიბრძანდით ეტყვის. მართა აღარ დგება, მართამ იქ უნდა გაატაროს უკვე. საგანგებოდ თეატრში ბავშვებო დაცულია, აი ჭიათურელები ეხლა ხო იყვნენ თეატრში. ნახეთ, სკამები ისია დადგმული, რომ წინ ადგილი გასავლელი მაინც რჩება. ანუ შესაძლებელია, რომ ფეხზე წამოდგომის გარეშე გაიაროს ადამიანი. ნაცნობებს მიესალმეთ თავის დაყორით და ღიმილით. აი ესე მაგარი. არ უნდა გაო როგორ ახარ აქენი ფეხბურთს უყურე, ბაპეს უყურე და იმას ყველაფერზე კი არ უნდა ილაპარაკო, დაუხკრავ თავს და უკვე მისალმება ჩაგეთვალა. გასაგებია? კი ბატონო. ხელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუწოდეთ ნაცნობს, თუ ის თქვენთან ახლოს ზის. აი ნიკოლოზი რო შეგხვდა, თუ წინამერძეო, ნიკოლოზ როგორ ახარ და ჩავარდი, შეიძლება გადავკოცნოთ კიდე. ოღონდ ხვედი არ უნდა შევაწუხოთ. აი ამაშია საქმე. ნაცნობს რომ გვერდით მიუჩნდეთ და სხვისი ადგილი დაიკავოთ არ შეიძლება. თავისთავად, იმიტომ რომ ანა მარია რო მოვიდა თავის ადგილზე რო სხვებისთვის, რა თქმა უნდა, არასწორია ანა მარიას არ მოიწოება ეგამბოლ. მამაკაც, რომელში თეატრში ქალთან ერთად არის მოსული, უფლება არ აქვს მანდილოსანი მარტო დატოვოს. აი ხა მაგალითად მართა დატოვა იოანემ და წავიდა და ნიკოლოს ფეხბურთზე ელაპარაკება. ის მარტო დატოვა, იქ არ შეიძლება უწერია. ესე იგი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ქალბატონი, რომ მე სხვა კაცმა არ შეაწუხოს იქ და რაღაცა უსიამოვნება არ შეემთხვას. თეატრში ხელკავით სიარული არ არის მიღებელი. აი ესე რომ გაუყრიან ხოლმე რა ხელს, ასე არ შეიძლება თეატრში, ესე არ შეიძლება. მოქმედების ან მუსიკალური ნომრის დასრულების შემდეგ თქვენი აღტაცება შეგიძლიათ ტაშით გამოხატოთ. აი ხა ზოგმა იცის რაღაცა მოეწონა და დაიწყებს ტაშს და ამ ტაშის ყრით შეიძლება იქ სიტყვები ვეღარ გაიგოს მაყურებელმა. ამიტომ ყოველთვის კი არ უნდა ტაში. აი რაღაცა ნაწილი დამთავრდა და ჩაქრაშ უკვე აი მაგ დროს შეგიძლია დაიყვირო კიდე ყოჩაღ რა კარგი იყო, ბრავო და რაღაცებს ყვიდიან ხოლმე ასე. ტაში ძირითადად. როცა პიესის შინაარსით თუ მსახიობთა თამაშით უკმაყოფილონი რჩებით, სპექტაკლის მსვლელობის პროცესში ამ უკმაყოფილებას გამოხატავთ სტვენით, ფეხების ბრახონითა და ხმამაღალი შენიშვნებით. საკმარისია იყოთ ჩუმად და არ დაუკრათ ტაში. თუ ბოლო-ბოლოს სულ არ მოგეწონა, წავდი სახლში, რა პრობლემაა, ხო? ეგრე რომ ძალიან ნუაურად სიტუაციასო. სპექტაკლი ხა გააჩნია, ეხლა როცა ისეთი ღირსეულ ბუდე ქართულ სიწმინდეებს ჩვენ სიდიადებს ქართულ იმას არასწორად ეხებიან, ამ დროს რა თქმა უნდა გამოხატო შენი პროტესტი. ამის გატარებაც არ შეიძლება, იმიტომ რომ როგორ ჩვენმა მამა-პაპამ დაიცვა ქართული იდეა, ჩვენც მოვალენი ვართ რომ დავიცვათ. სპექტაკლის მსვლელობისას ტაშის დაყრისგან თავი უნდა შეიკავოთ. როდესაც დასრულდება წარმოდგენა, მაშინ შეგეძლებათ ერთიანად გამოხატოთ თქვენი შთაბეჭდილება. ეგ რო არ შეუშალოთო. ასევე დასრულებამდე უადგილოა თქვენი აზრის გამოთქმა. აი შუაში რო დაიწყო ეს რა ამ მსახიობია, რანაირად ასრულებ. ამით სხვებს შეუშლით ხელს. შენ თუ არ მოგწონს, ვისაც მოწონს, იმას მიუშლი ხელს. დაზვარიდან ნუ გახვალ სპექტაკლის დამთავრებამდე. იმიტომ რომ ასევე სხვებს ხელს უშლით. ფარდის დაშვებამდე
ნუ ეცემით გასასვლეს. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ჩვეულებრივ მსახიობები ისევ გამოდიან სცენაზე და ეთხოვებიან მაყურებელს. მაყურებელი კი ტაშითა და შეძახილებით გამოხატავს აღტაცებას და მადლობას კარგი სპექტაკლისთვის. აი ესეთი წესია. წარმოდგენაზე დასასწრებლად მოსული ადამიანები დარბაზში შესვლამდე პალტოს თუ ქურდს გარდერობში აბარებენ. ეს მართაზე რო ვთქვით, აი ეგ მომენტია. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ისინი ვალდებული არიან წყნარად და წესიარად დაელოდონ თავიანთ რიგს. როცა დიდი თეატრებია, იქ რიგი დადგება ზამთარში, ხო? დაელოდები, რიგში ჩადგები და ჩვეულებრივ შენი რიგი რომ მოვა, მანამდე რანამ შენი რიგი მოვა, შეგიძლია ილია ბიწანძე შთაბეჭდილებებზე ესაუბრო, იქ როგორ წავიდა რაღაცები. ცხვირის დაცემინება, დახველება და ცხვირის ხმაურით მოხოცვა რასაკვირველია აწუხებს მაყურებელსაც და მსახიობსაც. როდესაც გაციებული ხართ, გაქვთ სურდო გრიპი, თეატრში წასვლისგან თავი უნდა შეიკავოთო. აბა, ეხლა წარმოიდგინე, რომ აცემინებ და სურდო გაქვს და შეიძლება ვირუსი გაქვს და გადასტო იგვერდზე მდგომე, ან რო გახველებს, ეხლა ისე შემაწუხებლად, რომ ისე ვახველებ, ისე ვინ რაღა უნდა მოусმინოს, ხო? თეატრი ისეთია, რომ იქ სიტყვებია მნიშვნელოვანი და ყურადღებით უნდა იყო მოусმინო, რომ კარგად გაიგო. აბა ეხლა კაფეში და რესტორანში დავპატიჟა საბა დავლაშერიძემ და ნახეთ დავპატიჟა ეხლა ელენე საბამ და როგორ უნდა მოიცეს. რესტორანში თუ კაფეში ქალთან ერთად მისული მამაკაცი ვალდებულია პირველ რიგში პალტოს გახდაში დაეხმაროს მანდილოსანს, ხოლო შემდეგ თვითონ გაიხადოს. ანუ პირდაპირ თვითონ კი არ იწყებს, რომელი მანდილოსანიც ახლავს საბას, ჯერ იმას მოეხმარება, რომ ესე იგი მოეხმარება, რომ გახდაში რა დაუჭიროს უკნიდან ახადოს რაღაც, მერე თვითონ უკვე გაიხდის თავის პალტოს. ხოლო შენ რომ მიღებული არ არის პალტოს გახდაში ქალი მიეხმაროს მამაკაცს. ეს არ არის სწორეო. აი მახსოვროთ, ქალის მოხმარება არ არის სწორეო. მანდილოსანი მაგიდასთან ან მამაკაცის მარჯვნივ უნდა იძდეს ან პირისპირ. აი დაიმახსოვრე ნიკოლოზ გოგონას რო შეიყვან კაფეში ან რესტორანში სადმე, აი მართა რო დაპატიჟა ან ანა მარია, ხო? ან გვერდით უნდა მიუჯდე მარცხნივ, ანუ მარჯვნივ გოგონა უძე, მარცხნივ შევნა, ან შენ პირდაპირ უნდა იჯდეს, რომ თვალებში შეყურებდე, რომ აბა რამე ხო არ უჭირს და რამე დახმარება ხო არ ჭირდება, ან რა დაუსხა, რა მიართვა, მოიმსახურო რა. დიახ, მამაკაცი ქალს მენიუს თავაზობს. ახლა მივიდნენ მაგიდასთან, ადგილის დაკავების შემდეგ დაიკავეს ადგილი. ახლა იქ მენიუები არის, აბა შემწვარი კარტოფილი რაღის, ლობიანი რაღის, ხაჭაპური რაღის, ლიმონადი რაღის და მენიუს კაცი კი არ არჩევს, მე ეს მინდა და მე ის მინდა. დავითი გაუწვნის ანა მარიას მენიუს და ეთქვის ან მარიამს და აბა შეარჩიე რა მოგართვათ ქალბატონო ანა მარია, ეთქვი ესე რა სისურვებთ რომ მოგართვათ, ეგრე რომ არჩევანი ქალსი არის. მამაკაცი ქალს მენიუს თავაზობს კერძის შესარჩევად, რომელია მამაკაც შეუძლია საჭმლის შერჩევაში რჩევა მისცეს მანდილოსანს. აი ახლა ვაიმე ვერ გადაუწყვეტია ხო მართას, აი რომელი ნიკოლოზი ნამყოფია ამ რესტორანში. ნიკოლოზი ეთქვის რომ არა ეს არ უარგათ ეს კერძი, აი ეს კარგი აქვთ აქ, მე ნამყოფი ვარ და ვიცი და ურჩევს. ახლა თქვენ რომ გიყვართ ხოლმე ექსკურსიებზე წასვლა, ახლა ექსკურსიები და მოლოცვითი მსვლელობები კიდევ უფრო სწორია. ახლა რა განსხვავება აქვს ექსკურსიებსა და მოლოცვით მსვლელობებს შორის? ექსკურსიები არის, როდესაც მოდიან და სასწრაფოდ ბუნებას ნახულობენ, შეიძლება ტაძარშიც კი შეიარონ, მაგრამ მარტო სანთლებს დაანთებენ და რა ტაძარი იყო, ვისი სახელობის, იქ რა სიწმინდეებია, რა ფრესკებია,
რა ამბავია არც კი გამოიკითხა და გარბიან ეგრევე რომ წვადები შეწვან და მე ფეხბურთი ითამაშონ და რაღაცა იმხიარულობდა. მეორე დღით რომ ბავშვს კითხო სად იყვნენ, ვერც კი გეტყვის იმ ტაძრის დასახელებას, სადაც ეს არის ექსკურსია. თან თუ დაანაგვიანეს, თუ იხმაურეს იქ და არასწორად მოიქცნენ, ეს არის ექსკურსია და მომლოცვითი მსვლელობები კი არის, როდესაც ჯგუფი წავა საგანგებო წირვა ლოცვაზე. მივლენ დილით 9 საათზე, რომ ცოტა ადრე მივლენ, სანთლებს შეიძენენ, შესაწირებს გააკეთებენ, მოხსახსენებლებს გადასცემენ და დადგებიან და ზარები რომ დაირეკება, უკვე წირვას ესწრებიან. მოусმენენ, ეზიარებიან, მერე გამოვლენ ერთად და რა თქმა უნდა, მერე ცეცხლით ანთებაც შეიძლება, ღვინით დალოცვაც შეიძლება და ყველაფერიც კარგი არის ამის შემდეგ. ხშირად ექსკურსანტები და ტურისტები არათავაზიანად იქცევიან, როცა ანაგვიანებენ დღეს ან სხვა ადგილებს. იცით რომ საქართველოში სამწუხაროდ ეს ძალიან ხშირია. ძალიან ხშირია, ჩემო თვითფასებო და ესე იგი იმ შემთხვევაში ასეთ სიტუაციებში ძალიან ხშირ შემთხვევაში იქვე მოუწესრიგებელი რჩება, დაბინძურებულია მოკლედ. აი თითქმის ადგილს ვერ ნახავთ საქართველოში, რომ არ იყოს დაბინძურებული ადგილი, რაც ძალიან სამწუხაროა ჩემო თვითფასებო, ძალიან სამწუხარო. და თქვენ გთხოვთ და თქვენ ხებსად გააფრთხილეთ და ესე იგი ასწავლეთ, რომ ეს ჩვენი მიწაწყალი ისეთი საყვარელი, დოულათიანი, ბარაქიანია, რომ არ შეიძლება ამ მიწაწყლის დანაგვიანება და გთხოვთ, რომ გაუფრთხილდეთ. მოკლედ ტოტებს ამ ჭრიან ნორჩხებს, წავენ ბალახს, ხან იცით, რომ ხანძარიც კი გაჩენილა ხოლმე, ზოგი სიგარეტის ნამწვევებს დაყრის ისე და არაერთხელ განსაკუთრებით ზაფხულში დიდი ხანძარიც კი გაჩენილა და დიდი ზიანი ადგება ასე ჩვენ საყვარელ მამულს. ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად ჩვენ როდესაც ასეთ გასვლით ღონისძიებებს ჩავატარებთ, უნდა ლამაზად დავალაგოთ, მოუფრთხილდეთ, დავასუფთავოთ ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩვენ ესე იგი დავტოვოთ ის ტერიტორია, არ დაგავიწყნეთ, აი ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი. ზოგიერთ ადგილებში ტურისტებისათვის ნებადართულია კარვების გაშლა და კოცონის დანთება, მხოლოდ არ დაგავიწყდეს იმ ადგილიდან აყრამდე კარგად შევამოწმო და დაუწმინდეთ, რომ ნაცარში ცეცხლი არ რჩება. ამიტომ იმ ადგილს, სადაც კოცონი გვენთო, წყალი დავასხათო, ყოველი შემთხვევისთვის წყლით კარგად ჩავაქროთ და აბა ეხლა გართობა და ცეკვები. დიდ მეჯლისზე მამაკაცებს საცეკვაოდ ნებისმიერი მანდილოსნის გაწვევა შეუძლიათ. აი ეხლა ეს არის ადგილები, სადაც სპეციალურად საცეკვაოდ მიდიან ადამიანები. ეს ასე ხდება. კაცი მიახლება ქალს, თავს დაუკრავს და ეტყვის, შეიძლება? ან გთხოვთ, ანუ გამოიწვევთ. აი მაგალითად ნიკოლოზმა უნდა გამოიწვიოს ახლა მართა, ხო? მიდის მართასთან, თავს დაუკრავს, ასე დაუკრავს თავს, ხელს გაუწვდის და თუ შეიძლება, ქალბატონო მართა, მოგიხმოთ, მოგიწვიოთ საცეკვაოდ. ახლა რომ თუ ქალი იუარებს, არ უნდა დაძალება და უარით გამოწვეული შესაძლებელი უკმაყოფილობის გამომჟღავნება არ უნდა იკადროს მამაკაცმა. რომ გაბრაზდელო, რას ქვია, არა მე ცეკვა და მე ესეთ რაღაცას არავის არ შევარჩენ და რაღაცა ეს. ეგრე რომ როცა ქალს მანდილოსთან საცეკვაოდ ვიწვევთ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ შეიძლება გითხრას, რომ არა, უარი გითხრას, მოკლედ ლამაზად რა. როცა ქალს საცეკვაოდ ვიწვევთ, ხოლო მის გვერდით დგას მისი დედა ან სხვა ქალი, ნებართვას ჯერ მასგან ვიღებთ. ანუ მაგალითად,
აი გივი მასწავლებელთან არის ჩვენი ეკატერინა. დავით ტოგონიძე მიდის ახლა ეკატერინე რომ გამოიწვიოს საცეკვაოდ. ჯერ გივი მასწავლებელს ეუნებ. უკაცრავად. გივი მასწავლებელს შეიძლება ეკატერინე გამოვიცეკვო, საცეკვაოდ წავიყვანო, ან ეთო მასწავლებელთან ლუიზა არის და მივედი ახლა ეთო მასწავლებელთან და ლუიზას კი არ ვეუბნები რომ წამოვიცეკვოთო. მივდივარ და ვეუბნები ეთო მასწავლებელს რომ თუ შეიძლება ლუიზა რომ გამოვიცეკვო საცეკვაოდ, ხო, ასეთი წესია ჩემო ძვირფასებო. კი ბატონო, თუ საცეკვაო საღამოზე ქალი გახლავთ, ბუნებრივია ჯერ მასთან უნდა იცეკვოთ. ნახე, თუ ილია და მართა ერთად მოვიდნენ, ჯერ ილიამ ნანამასწავლებელი კი არ უნდა გამოიცეკვოს. თუმცა ეს უფრო მისთვის საპატიო. ჯერ ვინაიდან მართა მოიყვანა, ჯერ მართას უნდა გამოიცეკვოს. ეს ერთგვარი ყურადღებაა და იგი პატივისცემა. როცა ცეკვაზე უარს ამბობს ქალი, ეს მან ძალზე დელიკატურად უნდა თქვას. მიზეზიც მოიძებნება, მაგალითად დაღლილი ვარ. იმას კი არ ეთქვი, ეგღამაკლია ეხლა შენ გეცეკვო. სადი აქედან მოშორდი ან რაღაცა, ხო? ხო, შენ უნდა უთხრა რომ თუ არ გინდა ილიასთან ცეკვა, ასე ეთქვი. ვაიმე ფეხი მტკივა, ან დავიღალე დღეს გამოცდები მქონდა, ან რაღაცა ვერავარ ხასიათზე, ან გაციებული ვარ. ან რაღაცას ისე ეთქვი ლამაზად, რომ უხერხულობაში არ ჩავარდეს. ახლა სპორტული თამაშობანი. სპორტი გვეხმარება ჯანმრთელობის გამტკიცებაში, ფიზიკურად ძლიერი ადამიანის აღზრდაში, მეგობრული, ერთიანი ძალის შექმნაში, ეროვნული სულისკვეთების გაღვივებაში. მრავალმა ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიოში გაითქვა სახელი. იცით თქვენ ეს? ისინი ჩვენი ქვეყნის სახელს ღირსეულად იცავენ. დავასახელოთ მაგალითად ლაშა კალახაძეს მთელი მსოფლიო იცნობს, იმდენჯერ არის ჩემპიონი გამხდარი. ლაშა ბექაურს ასევე მთელი მსოფლიო იცნობს. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს და მარტო ჩვენ კი არა, მთელ მსოფლიოს შეუყვარდა, ისეთი ფეხბურთელია. მამარდაშვილი, აგერ ილია თოფურია, იცით ხო? მთელ მსოფლიოში ცნობილია და დვალიშვილი ჩვენი, ასე შემდეგ. იგივე გუში რა თამაში მოიგეს საქართველოს კალათბურთელებმა და თავის კარიერაში შენგელიას ჰქონდა ყველაზე მაგარი თამაში და ყველაზე ძლიერ გუნდს მსოფლიო ჩემპიონებს ესპანელებს დაუპირისპირდნენ და 22 ქულითაც კი ვაგებდით გივი მასწავლებელი და ბოლო პერიოდში რაღაცას ასწაული მოახდინეს და დავიმარჯვეთ. და ასევე შენგელიამ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. სპორტულ შეჯიბრებებზე დამსწრეს, ხო, არის სპორტის გულშემატკივრები, არიან, ხო, მაგალითად მე ვიცი რომ აქ მაგარი გულშემატკივარი ბიჭები არიან, განსაკუთრებით ფეხბურთის მოყვარული და კაი გულშემატკივრობა რო იციან, რომელსაც დიდი სიამოვნებას ანიჭებენ სპორტული შეხვედრები, განსაკუთრებით პოპულარულია ჩვენში ფეხბურთი, ძიუდო, რაგბი, კალათბურთი, თავისუფალი ჭიდაობა და კიდევ მრავალ ვიცი თქვენ, შპაგა რო ქვია, ხო, ფარიკაობა. ვიცით რომ ქართველმა კაცმა რეიტინგით პირველი ადგილი მთელ მსოფლიოში დაიკავა და ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და უამრავ სპორტში გვაქვს კიდე წარმატებები. სპორტულ შეჯიბრებებზე დამსწრე საზოგადოება თავდაჯერებულად უნდა იქცეოდეს. მაყურებელმა უპირველესად უნდა დაიცვას თავაზიანი ქცევის წესები. გაუფრთხილდეს სპორტსმენთა ღირსებას, განსაკუთრებით როდესაც ჩვენები მასხდებიან და გულშემატკივარი გაღიზიანებულია. ახლა უყურე. სიტყვაზე კვარაცხელი არტყავს პენალს, ხო? ყველა აბა მიდი ხვიჩა ყვირივართ არგენტე ამბავი დნიას. ყველანი ძალიან ხვიჩას არ უნდა რომ გაიტანოს, და აწყდა და ვერ გაიტანა, ხო, და ზოგი გინებას იწყებს, ზოგი ბოთლებს ისწრის, ზოგი რასაც, რა წესია ესე? ან ვიღაცამ ახლა ცველმა ხო არასწორად ჩაჭრა მუთი და თავის კარში გაიტანა, ხო? გამოხტებიან და ლანცღავენ და შეცვალე და მიდი. კაცო, რა გააკეთოს იმან? ყველაზე მეტად იმას უნდა ჩემო ძვირფასებო, რომ კარგად მოიქცეს და
კარგად გაიტანოს გოლი და გვასახელოს და ტაშიც დაუკრათ, მაგრამ ეხლა ჯობნი არ დაელევა, ზოგჯერ მოწინააღმდეგე ისეთი ძლიერია, რომ რა უნდა გააკეთო, ვერაფერსაც ვერ გააკეთე. ამიტომ აქ უნდა იგი თავდაჭერილად და იგი თავშეკავებულად მოქცევა არის საჭირო და ღირსება არ უნდა დაუკარგოთ, ზნეობა არ დააზიანოთ სტადიონები, ზოგჯერ იციან ხოლმე რაღაცებს დაამტვრევენ და გადაალეწავენ გამწარებულები. მე მახსოვს თბილისის დინამო დამარცხდებოდა, იმ დღეს დაალეწავდნენ ხოლმე მთელი სკამები და გარეთ თუ რამე შეხვდებოდათ ლეწავდნენ ხო. აბა რა წესია? იმ სკამმა რა დააშავა ან ესე იგი დირექტორმა სტადიონის. ხო ეს ხო ჩვენ გვაკლდება ჩემო თვითფასებო. სალაროებს, ჯიხურებს და სხვადასხვა ინფრასტრუქტურებს აზიანებენ, რომელიც თვითმფრინავი ერის შვილი ვალდებულია ჩააჩუმოს ყოველი ჩხუბისთავი და წესრიგისა და სიმშვიდისკენ მოუწოდოს მათ. ანუ ნახე ახლა თქვათ საბამ ნასვამი მოვიდა და იგინება და ისე იგი რაღაცებს ისვრის და არის ერთ ამბავში, ხო? ხო და ნიკოლოზი ისე კი არა რომ ჩხუბი მოუვიდეს, ხო? ნიკოლოზი ეტყვის რომ საბა ჩემო მეგობარო, ხო რა აქნას ახლა მაგასაც უნდა რომ კარგად მოიქცეს, მაგრამ არა უჭის დაწყნადი, ხო ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება და დავამშვიდეთ. ჩვენ ემოციურები ვართ ზოგადად ქართველები და ემოციის დროს ძალიან ბევრ საქმეს ვაფუჭებ და მე რა თქმა უნდა ვნანობთ ხოლმე რომ აუ ეს რატო გავაკეთე. ხო და ამიტომ ვთხოვთ რომ გავითვალისწინოთ ჩემო თვითფასებო და ასე იგი ათეულობით ადამიანი იკრიბება ხშირად ანუ ჩვენ რაში ვართ იცი მოვალეები, როცა ჩხუბი ატყდება რაღაცის დანგრევა ხდება რაღაცა, ჩვენ გვევალება რომ ამ დროს შევახსენოთ მათ, რომ აქ სანერვიულო არაფერია, ვთხოვთ დაწყნარდეს, ეს ისევ ჩვენი სტადიონია, ჩვენი სკამებია, მერე ჩვენც მოვიგებთ კაცო, ახლა წაგება და მოგება ძმები არიანო, ხო იციან ჭიათურელებმა აგე ემზადებიან უკვე ბანაკის რომ მოახლოვდა ფეხბურთის დღეები და უკვე დიდი შემატკივრებით მოდიან როგორც გავიგე ჭიათურა. ეგრე რომ აი ჩვენ მოვალენი ვართ რომ გაუფრთხილდეთ ჩემო თვითფასებო, ესეც მოქცევის წესია. Sortinisa, Olivash Katsuri, Arpesarui Grab, Katsua Katsuri, Dobaradu, Gololapi.
როგორია? ნიახვაშიდა საცში ვარ გასული ალგეთში ვისწავლე კბილების კრაჭული შებრიყო აქ როგორ ასვამ თალსო რომ არ დასნებ კანონებს და რაღაც სამართალსო მიპასუხე თქვენ ზევით ახართ მე ქვევით როგორ აკინფრებთ წყალსაო բայց მე მხვიდიო ეჭვი უცაგიდია ენო შარშაფიდელიც კი მახსოვს შენგან ბრიყული წყენაო ჯერ ერთი წლისაც არა ვარ არასრულწლოვანი ფიფი შარშანტი როგორ მნახეო მას მაყოფილა ისენი მიდა მიგიგავს სახეო არც მომყავს ჩემო მეუფე ტყუილა რატომ დებრანსა ეჭვი შენი მოგვარია ხომიყო ენგადახდონდა პანსო პანსინდა შენი მაჩაიკმინდა ჩქარო შენი ჩაქრეხა რომ ნებას მიზეზად ესაც კმარო ნაირ ფერია ზე ამოდის ყვავილები მღერიან დელია
დელია რა კარგი ირბინე ჩემო კუდრაჭა ეს ბიბინა მინდორველი შენია ეს ხარო და ეს მინდორიც ჩემია ეს ლამაზი ყვავილები შენია ჩემია შენია დელია დელია დელია